წინა კვირის ვიდეოში გახსოვთ ჩვენ დავშალეთ სახელები და გვარები, რომელიც იყო გადაბმული ერთმანეთზე და მხოლოდ დიდი ასოთი, ანუ ლათინური დიდი ასოთი გამოირჩეოდა სახელი გვარისაგან. ვაგრძელებთ აი ამ ამოცანის ამოხსნას და ახლა შემოგთავაზებთ Excel 365-ის ვერსიისათვის. მე გიორგი ვარდატკიშვილი და თქვენ უყურებთ Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. მოდით ვნახოთ იგივე სახელები და გვარები და პირველ რიგში გავთვალოთ მათი სიგრძე, რადგან ვიცოდეთ თუ თითოეული მათგანი რამ სიგრძეა. და ამის შემდეგ გამოვიყენოთ ფუნქცია sequence, რომელიც 365-ის ვერსიაში თვითონ გაშლის მონაცემებს. ოღონდ გაშლის თუ row-ში აირჩევთ, ცხადია ქვემოთ და ხოლო თუ ავირჩევთ ერთ მძიმესაც, გაშლის ის სიგანეში. როგორც ხედავთ, მივიღეთ რამ სიგრძეც იყო მონაცემი, იმ სიგრძეზე გახსნილი ცხრილები. ასეთ შემთხვევაში თავისთავად ძალიან კარგი და პრაქტიკული რამ იქნება, თუ პირდაპირ ამ ფუნქციას ჩვენ ჩავდგავთ აი აქ და იქნება ეს ჩაშენებული ეგრეთ წოდებული ვერსია. და რა თქმა უნდა, მივიღეთ უკვე ფორმულა შესაბამისად გავრცელებული აი ამ უჯრების დამოუკიდებლად. თუმცა ჩვენი მიზანია დავშალოთ ეს ტექსტი თითოეულ ასოდ და დაშლის დროს გამოვიყენოთ ფუნქცია MIDI. მოდით შეგახსენებთ, რომ ფუნქცია MIDI შედგება შემდეგი არგუმენტებისაგან. ამოვიღოთ აი ამ უჯრიდან ტექსტი, რომელიც იქნება და შესაბამისად საიდან. დაიწყება მეორე სიმბოლოდან, ანუ მიღებულ აი ამ შედეგს ვამატებთ 1-ს და იქიდან იწყებს დაშლას და ამოაქვს რამდენი number of characters 1. დავხურეთ ფრჩხილი, enter-ი და ნახეთ მივიღეთ დაშლილი სახელი და გვარი, ოღონდ დავშალეთ რეალურად სახელი და გვარი, სადამდე იქამდე, რამდენიც მას ჰქონდა ტექსტში სიმბოლოები ბოლომდე, უბრალოდ პირველი ასო არ გამოვიყენეთ, როგორც ხედავთ. აქვე მინდა კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც არის code ფუნქცია გაჩვენოთ და ნახოთ რას აკეთებს, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში. თუ როგორც ხედავთ, მივიღეთ ესეთი ვარიანტი ასოების, ჩვენ შეგვიძლია ახლა ესენი პირდაპირ მაგალითად დავშალოთ როგორც კოდი და მაგალითად მივცეთ code ფუნქცია მათ. და აი ნახეთ მოგცემს რიცხვებს უკვე, სადაც ჩვენ ვიღებთ შესაბამისად მონაცემებს, რომელიც არის კოდების სახით წარმოდგენილი. აქ შესაბამისად მივიღეთ ესეთი გამოსახულება, სადაც გვაქვს უკვე მოცემული ბოლოში values, იმიტომ ვიღებთ, რომ ერთით მეც იღებს, როგორც გახსოვთ და ეს გამოწვეული არის სწორედ იმიტომ, რომ აი აქ იყო ლენი მთელი სიგრძის. იდეურად თუ მთელ ლენ სიგრძეს -1-ს გავუკეთებთ, მაშინ უკვე შესაბამისად ეს დააკლდება კიდეც, ანუ აღარ ექნება. და აქ უნდა მივიღოთ ესეთი შემთხვევა, როდესაც გვაქვს კოდში მოცემული გამოსახულებები, არის თუ არა რეალურად ეს მონაცემი ნაკლები ანტოლი 90-ზე და თუ გახსოვთ წინა ვიდეოდან, ნაკლები ანტოლი 90-ზე იყო მიზეზი იმისი, რომ დიდი ასოების კოდები მთავრდება 90-ით, ანუ დიდი ასო Z არის 90 და ნახეთ შესაბამისად მივიღეთ გამოსახულება, სადაც გვაქვს უკვე true და დანარჩენი ყველა false-ი შიგნით. ასევე ვიყენებთ ფუნქციას match-ი და სადაც match-ი ვეუბნებით, რომ მოძებნოს true და მოძებნოს true აი ამ გამოსახულებაში. და თუ მოძებნის, რა თქმა უნდა მოძებნოს ის ზუსტი შესატყვისით. და შედეგად მივიღეთ ციფრი მე-5. და რას ნიშნავს ახლა ეს ციფრები? ეს არის თუ მერამდენე პოზიციაზე არის დიდი ასო, ოღონდ მეორეს შემდეგ, ხო? და რაც მოგცემს რის შესაძლებლობას. ნახეთ, როდესაც left ფუნქციას გამოვიყენებთ, ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ტექსტიდან ამოიღოს აი ეს სიმბოლოების რაოდენობა და მივიღეთ, რა თქმა უნდა, სახელები. ხოლო გვარებისთვის კი გამოვიყენებთ უკვე substitute ფუნქციას, სადაც ვეტყვით, რომ ეს ტექსტი ჩაანაცვლე ამ სახელით და რაც არის შიგნით, დანარჩენი არაფერი არ დაწერო. ანუ ლაშად ჩაანაცვლა რასაც ჯიბუჩი და არაფერი არ დაწერო. შედეგად მივიღეთ გვარიც. და როგორც ხედავთ, დავშალეთ სახელები და გვარები და ეს დაშლის მეთოდი კი უკვე გახლდათ 365-ის დაშლის მეთოდი. ხოლო მომდევნო კვირაში კი ჩვენ შემოგთავაზებთ თუ როგორ დავშალოთ ზედა, ანუ ძველი ვერსიის მეთოდზე, უფრო საინტერესოდ, უფრო advanced დონეზე, ოღონდ თან ძველი Excel-ისათვის და არა 365-ისათვის. მადლობა ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, გამოგხვევით, მოგწერეთ თქვენი შეკითხვები და გელოდებით ტრენინგებზე.
დროებით.